მეორე სტუმარს მაკაბუჭოლიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კომუნიცირების სტილი დაგიწუნათ ცოტა ხნის წინ სანდრო რაქვიაშვილმა დასავლელ პარტნიორებთან. მე მინდა გკითხოთ, მიუხედავად ევროპარლამენტარების მოწოდებას და ასე შემდეგ, ბევრი ჩამონათვალია. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს კიდევ მმართველმა გუნდმა პოლარიზაციის აღმოსაფხრელად? მოგესალმებით ნატა. ძალიან უცნაურია ესეთი განცხადებები და აბსოლუტურად ცდება ყველანაირ ლოგიკას, როდესაც ხარ პარლამენტის წევრი, არჩეული დეპუტატი და აცხადებ, რომ შენ არ გინდა ამ ორგანოს ფარგლებში იმუშაო, არ გინდა მონაწილეობა მიიღო სამუშაო პროცესში. რაც აბსოლუტურად ალოგიკური ქმედებაა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მმართველმა გუნდმა გააკეთა ყველაფერი შესაძლებელი, რაც კი ხელს შეუწყობდა ამ პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვას იმ ორგანოში, რომელ ორგანოშიც უნდა იმართებოდეს ასეთი მსჯელობები. ანუ საკანონმდებლო პროცესი, ან თუ კი კანონები გვაქვს მისაღები რაღაც რეკომენდაციების შესასრულებლად, რა თქმა უნდა, ეს უნდა წარიმართოს პარლამენტში, ხო? შექმნილია ყველანაირი სამუშაო ჯგუფი, რაც კი ჭირდება რეკომენდაციების შესრულებას, ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ეხება რეკომენდაციების შესრულება არის მობილიზებული, რომ მოიწვიოს შესაბამისი კომიტეტის ხდომები და ტარდება ასეთი ხდომები. ანუ შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრებს ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფიდან აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი აზრი, საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ და იმუშაონ იმ საკითხებზე, რა საკითხებიც წინ დაგვიდო, ასე ვთქვათ, ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით. შესაბამისად დანარჩენი, ანუ ეს პოზიციები, რაც ჩვენ გვესმის, რაღაც ჯიუტი ბავშვის პოზიციას გავს, რომ რაღაც ჯიუტობენ, არ უნდათ იყვნენ იმ ინსტიტუტის ნაწილები და წარმომადგენლები, რომლითაც რეალურად არიან და ჩვენ რეალურად ამ სიჯიუტეს ვხედავთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ისე გრძელდება. მათ არ უნდათ იმუშაონ საქართველოს პარლამენტში. რაც ძალიან სამწუხაროა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ მედიატორის როლს ვიკისრებთ. როგორ ხედავთ თქვენ ამ როლს? იქნება ეს შედეგის მომტანი, როგორ ფიქრობთ? იცით რა, მე არ მგონია, რომ ახლა საჭირო იყოს მედიატორობა და საერთოდ მედიატორების ფუნქციას პარლამენტში გვჭირდება ჩვენ პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღონ იმ პროცესში, რასაც ქვია საკანონმდებლო პროცესი და იმუშაონ საკანონმდებლო აქტებზე და ამას მე მგონი მედიატორობა არ ჭირდება, ამას უბრალოდ ჭირდება ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოქცევა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობის ქონა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ყავს ამომრჩეველი, რომელიც უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ხო, ჩვენი მოსახლეობის 85%-ია ასეთი. ეს ამომრჩეველი არსებობს ყველა პოლიტიკური პარტიის უკან და ყველა პოლიტიკოსის უკან დღეს საქართველოში, ვინც დღეს პარლამენტში ვართ წარმოდგენილები. შესაბამისად, ასეთი ქცევა და ასე ვთქვათ, მოპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ინტერესისადმი ნამდვილად უპასუხისმგებლობაა და ამას არ მგონია, რომ ჭირდებოდეს მედიატორობა, ამას ჭირდება უბრალოდ პასუხისმგებლობა პოლიტიკოსების მხრიდან. აქვე გკითხავთ, პრეზიდენტმა თქვა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან არ იყო ერთგვარი კომუნიკაცია, ანუ სათანადოდ ვერ იმუშავეს დასავლელ პარტნიორებთან. რა დანაკლისს ესაუბროს და ზოგადად როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტურია მსგავსი განცხადებები ქვეყნის პირველი პირის მხრიდან? იცით რატომ გეკითხებით? ანუ როგორ ფიქრობთ თანამშრომლობის პროცესის გაგრძელებას ამ განცხადებების ფონზე და უშუალოდ საკანონმდებლო აღმასრულებელ ხელისუფლებას გულისხმობ? ძალიან სამწუხაროა და მტკივნეულია ჩემთვის პირადად მსგავსი განცხადებების მოსმენა გამომდინარე იქიდან, რომ მე პირადად როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ნამდვილად არ დამიკლია არანაირი ძალისხმევა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. იგივე შემიძლია ვთქვა პარლამენტის თავმჯდომარეზე, იგივე შემიძლია ვთქვა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეზე და ორივე კომიტეტის წევრებზე, რომელთაც მართლაც განსაკუთრებული ძალისხმევა გააჩნია
გაწიეს იმ უმოკლეს პერიოდში, რაც იყო ჩვენი განაცხადის გაკეთების დღიდან ივნისის გადაწყვეტილებამდე. ეს ინფორმაცია საჯაროა, ყველას შეუძლია ნახოს, იხილოს, ვინ რას აკეთებდა და ძალიან სამწუხაროა მსგავსი განცხადებების მოსმენა თითქოს მმართველმა გუნდმა რაღაც დააკლო პარტნიორებთან ურთიერთობებში და პარტნიორებთან კომუნიკაციაში. იგივე შეგიძლიათ ესეც საჯაროა, ხო, ნახოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრის, ასე ვთქვათ, აქტივობები, რაც განხორციელდა აპრილის, მაისის, ივნისის თვეში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ამ საკითხებზე გვესაუბრა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვყავდა პარლამენტში მოწვეული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის წევრები და ჩვენ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მსჯელობა მიუძღვენით სწორედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მსგავსი განცხადებები მე არ ვფიქრობ, რომ დაეხმარება რამენაირად საქართველოს ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ გვჭირდება პირიქით საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ დაუღალავად იმისათვის, რომ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებას ჩვენ გვინდა რომ ვნახოთ საქართველოს ევროკავშირში მომავალი ინტეგრაციისთვის და ძალიან სამწუხაროა ასეთი განცხადებების მოსმენა, ვინაიდან ეს არანაირად არ უწყობს ხელს ამ პროცესს. და კიდევ ერთი მსგავსი განცხადებები ალბათ უფრო მეტად უწყობს ხელს პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე დეპოლარიზაციას. დეპოლარიზაცია კი სწორედ ის პოლარიზაცია კი სწორედ ის პრობლემური საკითხი იყო, რომელიც ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა არა მარტო ზეპირსიტყვიერად, არამედ უკვე რეკომენდაციების სახით გადმოგვცეს და შესაბამისად ალბათ პრეზიდენტს პირველ რიგში უნდა კონდეს ის ფუნქცია, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კონსოლიდაციას და არა პირიქით პოლარიზაციას. ევროპარლამენტარების ვიზიტის თემით მინდა გავაგრძელო. მიეცა ხელისუფლებას შესაძლებლობა მაგათად განემარტა თავად ან განმარტება მოესმინა ევროპარლამენტარებისგან ყველა იმ საკითხზე, რაც გარკვეულწილად უსიამოვნო და სკეპტიკურ განწყობასთან ასოცირდება მმართველ გუნდში. მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივის მონიჭებაზე, დეოლიგარქიზაციის ჩანაწერზე, რომელიც ოპოზიციის ნაწილს სპეკულაციათ აქვს ქცეული. იყო ამ საკითხებზე ფუნდამენტური მსჯელობა, ანუ კონკრეტულად მაგათად რა ითქვა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველ გუნდს აქვს არასწორი აღქმები და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს ევროკავშირის სტანდარტით და არა ქართული ოცნების სტანდარტით. მეტი კონკრეტიკა თუ შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნამდვილად ჩვენ პირველ რიგში ალბათ კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ იმ დროის გათვალისწინებით, როდესაც ეს განხორციელდა საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში. ეს ნამდვილად ძალიან საჭირო და დროული ვიზიტი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მიიღო სასწრაფო წესით, ასე ვთქვათ, ივნისის თვეში, რომლის საჭიროება რამდენად არსებობდა და რამდენად საჭირო იყო, რა თქმა უნდა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რა თქმა უნდა, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით და დავსვით კითხვები დოკუმენტში მოცემულ, ასე ვთქვათ, პოზიციებთან დაკავშირებით, რამდენად საფუძვლიანია ისინი. და რა თქმა უნდა, ჩვენს კოლეგებთან ვისაუბრეთ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც გასცა ევროკომისიამ. რაც შეეხება თვითონ ევროკომისიის რეკომენდაციების განმარტებებს, ალბათ ყველაზე სწორი იქნება და რომ ჩვენ თუ კი რამე კითხვა გვაქვს ამ კითხვებით მიმართოთ ევროკომისიას და მათ ვთხოვოთ განმარტონ საკუთარი რეკომენდაციები, თუ კი ასეთი კითხვის და განმარტების საჭიროება, კითხვის დასმის და განმარტების საჭიროება არსებობს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენს კოლეგებთან ამ რეკომენდაციებზე გქონდა საუბარი, მათ შინაარსედაც, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზეც და მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანისგან მოვისმინე, რომ ეს უნდა იყოს რომელიმე ერთ პერსონაზე მორგებული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები. ასეთი რამ არ თქმულა, რაზედაც აპელირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან ხშირად. ასეთ რეკომენდაციას ევროკომისია ნამდვილად ვერ გასცემდა და რეკომენდაცია ნამდვილად ეხება
ეხება სისტემურ მიდგომას. თუ როგორი უნდა იყოს სისტემური მიდგომა, სწორედ ამისთვის არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტში და თუ ვინმე საკუთარი აზრის და მოსაზრების დაფიქსირება უნდა, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ეს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ეს სამუშაო ჯგუფი ღიაა და ნებისმიერ პარლამენტის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, როგორ შეიძლება შეასრულოს საქართველოს სწორედ ეს რეკომენდაცია. და ბოლო შეკითხვა, თქვენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხართ, იყავით ერთ-ერთი კონტაქტპერსონა, რომელიც კომუნიცირებდა დასავლელ პარტნიორებთან. ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით შეკითხვები თქვენც გაგაჩნიათ? იყო მის მიმართ გარკვეულწილად ზოგადად ელჩებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და ძალიან დელიკატურია ის სამსახური, რასაც დიპლომატიური სამსახური ქვია და მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატი, იქნება ეს ჩვენი დიპლომატი თუ სხვა ქვეყნის თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი მაქსიმალურად მოქმედებდეს იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც არის დიპლომატიური სამსახურისთვის განსაზღვრული. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თითოეული პოლიტიკოსის თქვა შეფასებები ამა თუ იმ დიპლომატიის საქმიანობასთან ნამდვილად არ უნდა იქნას აღქმული, როგორც თავდასხმა ევროკავშირზე ან ზოგადად თავდასხმა. თუ კი არსებობს კითხვები და მოსაზრებები, ყველას აქვს შესაძლებლობა ეს პოზიცია დააფიქსიროს და განაცხადოს საკუთარი აზრი. მგონი გაითიშა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, თქვენი სტუმრობა ყოველთვის პატივია ჩვენს ეთერში, ძალიან დიდი